საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 25 ივლისი 2014 წელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გადაწყდა, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ეგრეთ წოდებული კაზანტიპი ამა წლის 20-30 აგვისტოს ჩატარდება საქართველოში. მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მარიამობის მარხვაში. კაზანტიპის მომწვევის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სიგუასა და ამ ფესტივალის დამაარსებლის ნიკიტა მარშუნოკის თქმით, წელს ანაკლიაში არ იქნება ნარკოტიკები და თავისუფალი სექსი, მაგრამ იქნება ხმა, განათება, კარგი განწყობა და სიყვარული. ღონისძიებას სახელით შეუცვალეს, რეალობის ანტირეალობა დაარქვეს და ალბათ კიდევ სხვა საშუალებებითაც შეალამაზებენ, მაგრამ ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსად არსით იგი მაინც უცვლელი დარჩება და ეს ლოგიკურიცაა. უკრაინაშიც თავდაპირველად ეს საქმიანობა შედარებით რბილი ფორმებით დაიწყეს და შემდეგ მიიღეს ის სახე, რაც დღეს აქვთ. კაზანტიპს სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი ტურისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რამე კულტურული ღონისძიება. მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ცოდვა ყველა დროში არსებობდა, მაგრამ დღეს მისი არათუ ლეგალიზება შეიძლება ითქვას იძულებითი დანერგვა ხდება როგორც სარწმუნოების, ისე ზნეობისა და ეროვნული ფასეულობების დამცირების ფონზე. ამგვარ ვითარებაშიც კი რეალობის ანტირეალობა, კაზანტიპი მკვეთრად განსხვავებული მოვლენაა, რადგან გარყვნილების ასეთი მასშტაბური ფორმა არასდროს მოუფიქრებიათ. ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისათვის. ჩვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებას ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისთვის. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და იგი არ შეიძლება გახდეს აღვირახსნილობის ხელშემწყობი. რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას ლამის სიცოცხლის ფასად უღირს ის შემოსავალი, რაც მათ ბინების ან ტერიტორიის გაქირავების ფასად შეიძლება აიღონ. გვესმის, რომ ახალგაზრდებს შეიძლება მოუნდეთ რეკლამირებულ სანახაობებზე მისვლა. ხელისუფალთ ალბათ ინფრასტრუქტურის განვითარებაც სურთ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც. ეკლესია სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე ვალდებულია ამის შესახებ გააფრთხილოს საქართველოს მოსახლეობა.